მოგესალმებით, ეს არის გადაცემა კრიპტობაზარი, ყოველ პარასკევს 12 საათსა. არადა ცოტა მერე ჩვენ მივიხილავთ კრიპტოსიახლეებს, ასევე გვყავს ხოლმე საინტერესო სტუმრები და პრინციპში გაგაცნობთ იმ ტენდენციებს, რა ტენდენციებიც არის როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ეხლა სანამ უშუალოდ გადაცემაზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის Bitnet-ი. Bitnet-ზე თქვენ ახლა QR კოდი გამოჩნდება, ან გადაცემის აღწერაში ნახავთ ლინკს, სადაც შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ კრიპტობაზრის რეფერალური ლინკით და მოკლედ ისარგებლობთ იმ სიახლეებით, რა სიახლეებსაც გთავაზობთ Bitnet-ი. სულ რაღაც ხუთლარად თქვენ შეგიძლიათ უკვე ნებისმიერ კრიპტო შეიძინოთ Bitnet-ზე, რაც არის განთავსებული, ასევე თუ რაიმე შეკითხვა გექნებათ 24/7-ზე შეგიძლიათ მოკლედ დაუსვათ საყვართ შეკითხვები და დამხმარე ჯგუფს და ეს დამხმარე ჯგუფი აუცილებლად მალე გიპასუხებთ და დაემატა ერთი სიახლე იმ აქტიური მომხმარებლებისთვის, აი ახლა ეკრანზე გამოჩნდება, იმ აქტიური მომხმარებლებისთვის, რომლებიც პრინციპში ხშირად იყენებენ Bitnet-ს, ხშირად იყენებენ კონვერტაციის ფუნქციას, მოგეხსენებათ, საკომისიო Bitnet-ზე კონვერტაციის არის 2%, აი ახლა ნახავთ თქვენ ეკრანზე და თქვენ ყოველი თვის განმავლობაში მოკლედ აითვლება თავიდან ეს საკომისიოების რიცხვი, თუ თქვენ $1000-ზე მეც ივაჭრებთ, თქვენი შემდგომი ტრანზაქციის საკომისიო იქნება 1.5% და თუ სიტუაზე $10,000-იან ლიმიტს გადააჭარბებთ, გექნებათ მოკლედ 1%-იანი საკომისიო. ეს მოთხოვნა იყო სხვათა შორის იმ მომხმარებლებისგან, ვინც ძალიან ხშირად იყენებდნენ Bitnet-ს და ხო ის აუცილებლად მოკლედ თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და თუ არ არის საიდუმლო გაგვიზიარეთ კომენტარებში, ასევე ან ჯგუფში დაწერეთ, რომელ, ასე ვთქვათ, კატეგორიაში ხვდებით. 3 ოქტომბერია დღეს, ოქტომბრის დათვლა ახლა დაიწყო. შეიძლება 3 ოქტომბერსვე, ასე ვთქვათ, არ იყოთ იმ ლიგაში, რომელიც 1.5%-ს ან 1%-ს უახლოვდება, მაგრამ გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება მოკლედ და ასევე თქვენი, ასე ვთქვათ, პროცენტული მდგომარეობა ამ საკითხთან დაკავშირებით. ახლა რაც შეეხება გადაცემის პირველ ნაწილს, ტრადიციულად პირველ ნაწილში მიმოვიხილავ სიახლეებს, რა სიახლეები გვაქვს ზოგადად ბაზარზე. და ერთ-ერთი საინტერესო სიახლით მინდა დავიწყო, რაც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, ინდუსტრიისთვის, როგორც ასეთისთვის კარგი არის. მოგეხსენებათ, CME ჯგუფის ეს პირველი სიახლეა, CME ჯგუფის მომხმარებლებს, მოკლედ შეუძლიათ სხვადასხვა აქტივებით ვაჭრობა და მათ შორის კარგახანია უკვე ვაჭრობენ კრიპტოთითაც, Bitcoin-ზე, Ethereum-ზე არის საუბარი. ხშირ შემთხვევაში, როდესაც განვიხილავთ, ასე ვთქვათ, ფასების აღმასვლას, ვაკვირდებით ხოლმე CME ჯგუფის მიერ სავაჭრო ფასების აღმასვლას ან დაღმასვლას, რადგან აქ წარმოიქმნება ხოლმე ფასთა შორის სხვაობა და ტრეიდერების ნაწილი ეს ფასთა შორის სხვაობას უყურებს, რადგან შესაძლებელია ესა თუ ეს აქტივი ამ ფასზე დაბრუნდეს, მაგრამ როგორც ვხედავთ, უკვე შეიძლება ეს ჩვენთვის გამოსავალი არ იყოს, რადგან დამფუძნებლები და CEO პრინციპში ამბობს, რომ მათ სურთ 24/7-ზე შეძლონ მომხმარებლებმა თავიანთი აქტივებით ვაჭრობა, კრიპტოაქტივებზე არის საუბარი, რადგან ზოგადად ბაზარი ცვალებადია და შესაძლებელია მოკლედ ეს ცვლილება ვიხილოთ 26 წლიდან. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ისინი ხასუსვანი მოთხოვნიდან გამომდინარე, ანუ ეს მოთხოვნა გაჩნდებოდა, რა თქმა უნდა, რადგან რაღაც ნებისმიერ სიახლე შეუძლია კასკადურად აღმასვლა გამოიწვიოს ფასის ან დაღმასვლა, რაც ჩვენ ვიხილეთ ესეთი მოძრაობა, ძლიერი მოძრაობა, ეგრეთ წოდებული ვოლატილურობა ჩვენ ვიხილეთ, საკმაოდ მაღალი. ანალიტიკოსების ნაწილი ამბობდა რომ აი ეს Bitcoin-ის ვოლატილურობა წლის განმავლობაში არ იყო ძლიერი, რაც რამოდენიმე კვირის წინ განვიხილეთ, თუმცა აქ ცალსახარი, რომ კონტრაქტების შორის, ასე ვთქვათ, გაჩნია თქვენ რა პროდუქტით ვაჭრობთ, აქ ეს ძირითადად არის იმ ინვესტორებისთვის, რომელთაც სხვადასხვა აქტივების გადაზღვევა უნდათ, ეგრეთ წოდებული ჰეჯირება უნდათ, ანუ ბაზარზე რაღაც სხვა ხდება და გადაზღვევა უნდათ ბაზრის აი ამ პროდუქტით. ეს პროდუქტები სხვადასხვანაირი არის, კვარტალური პროდუქტი, როდესაც ვადა იწურება და ეს აღმასვლა სხვათა შორის ბოლო აღმასვლა, რაც მიმოვიხილეთ, რაც ჩანს Bitcoin-ის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ კონტრაქტების გამოწურვა მოხდა და შესაბამისად
ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი გადაიხარა აღმასვლისკენ და იმ პარალელებსაც დღეს ვისაუბრებ, რა პარალელებიც არის სხვა პერიოდთან მიმართებაში, აი ამ კუთხით და ჩვენ თუ დავაკვირდებით, მოკლედ 12 თვის მონაცემებს და პრინციპში სრულიად მონაცემებს 2024 წლის დეკემბერში დაფიქსირდა ყველაზე მაღალი ნიშნული ვაჭრობის თუ მოვითვლით 20 წლიდან ამ ყველაფერს და ეხლაც ფაქტობრივად მატება იწყება ეს ბოლო თვე აი აგვისტოს შემდგომ მატება გვაქვს ეხლა ოქტომბრის ამბებიც დაჯამდება ოქტომბერი საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა და შესაბამისად მოკლედ დაველოდოთ ეს სიახლე თავის მხრივ როგორ დააჩქარებს 2026 წლის მოვლენებს ასევე დაწერეთ კომენტარებში ეს თქვენზე რამდენად იქონიებს გავლენას როგორც მოვაჭრეებზე საინტერესო იქნება აკვირდებით თუ არა ამ ფასთან მოძრაობას და შენიშნეთ თუ არა ამ ბოლო აღმასვლის დროს რა ასე ვთქვათ ნაპრალი რა აღმასვლა იყო სადაც ეგრეთ წოდებული price gap-ი ანუ ეს პატარა ნაპრალი ვიხილეთ და თქვენი მოსაზრებაც მნიშვნელოვანია გაგვიზიარეთ თვლით თუ არა რომ აი ამ ფასის ნიშნულზე 111,000-ზე ან 110,000-ზე შეიძლება დავბრუნდეთ მალე ესეც პატარა სპოილერი. ეხლა რაც შეეხება მეორე ნაწილს და მეორე ნაწილში რა სიახლეც არის მეორე სიახლეში რა თემაც არის პრინციპში ეს დავარქვი სათაურად გადაცემას რადგან ტოკენიზებაზე ძალიან ხშირად არის ხოლმე საუბარი სხვათა შორის ეს არის ტოკენ 2059-ის კონფერენციიდან წარმოთქმული სიტყვა, სადაც ავთანდილი იმყოფება და ავთანდილი გაგაცნობთ, როდესაც ჩამოვა იმ სიახლეებს თუ რა სიახლეები აქვს მას იქ მიღებული, ვის შეხვდა, ვისაც ყავთ ავთო Facebook-ში ნახავდით რამოდენიმე საინტერესო სტორის მათ შორის ვლადოსთვის საყვარელ ჩარლ ჰოსკინსონსაც შეხვდა. მოკლედ ის თავის მხრივ გაგვიზიარებს თუ როგორ ხედავს ამ დიდი მოთამაშეების, რეალურად ეს დიდი მოთამაშეები რამდენად მზად არიან აქტივების ტოკენიზებისთვის, თუმცა ჩვენ შევეცდებით ასე ვთქვათ პარალელურად იქ რაც ხდება მაგაზე ვისაუბროთ და Robinhood-ი ალბათ გახსოვთ, Robinhood-ი სავაჭრო პლატფორმა არის, რომელიც სხვათა შორის აქტუალური იყო 2021 წლის იანვარ-თებერვალში, რადგან Robinhood-ზე დიდი ოდენობით დოჭკოინის ვაჭრობა მოხდა, მან ერთი არასასიამოვნო ინციდენტის მოხდა, რაც არ მინდა საუბარი, თუმცა აი ამის შემდგომ ძალიან ბევრი ტრეიდერისთვის პოპულარული პლატფორმა გახდა და Robinhood-ის CEO ამბობს რომ ამ ეტაპისათვის რეალური სამყაროს აქტივები და პრინციპში ის პროდუქტები, ფინანსური პროდუქტები რა ფინანსურ პროდუქტებსაც გვთავაზობს ბაზრები არის შორს იმ ინდუსტრიისგან რა ინდუსტრიაც ასე ვთქვათ იზრდება საკმაოდ ძლიერად კრიპტოინდუსტრიაზე არის საუბარი და გავსვა ხაზი იმას რომ მაგალითად ევროპაში თუ ევროპას და ამერიკას ავიღებთ კულტურა ასე ვთქვათ იმასთან მიმართებაში რომ თავიანთ ფინანსების დივერსიფიცირება მოახდინოს სხვადასხვა პროდუქტებში კრიპტოზე არ არის საუბარი ძალიან განსხვავებულია და იმის და მიხედვით თუ სიტყვაზე რამდენად ტრადიციულია ეს ფინანსური დაბანდებები ტრადიციულ სისტემაში, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატების შემთხვევაში შეიძლება გაიწელოს, რაც უნდა ტრამპმა ისაუბროს, ახალმა ადმინისტრაციამ ისაუბროს, ბუნებრივია ამას გააჩნია ხალხი, როგორ აღიქვამს ან როგორ გადავა ხალხი, ნელ-ნელა ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებულ RWA-ებზე, რაც არის რეალური სამყაროს აქტივები ბლოკჩეინზე და ამის მაგალითად მინდა ვთქვა ელ-სალვადორი, სადაც პრინციპში ელ-სალვადორში უკვე ვალდებულებაც კი იყო თუ ვინმე ბიტკოინით მივიდოდა რომელიღაცა ჯიხურთან, რომ გადახდის საშუალება ქონოდა, რამაც უკმაყოფილება ხალხში გამოიწვია, ბუნებრივია ეს ახალი პროდუქტი იყო და შესაბამისად ამ ახალი პროდუქტის ანუ რის თქმა უნდა ადაპტაცია, ხელოვნური ადაპტაცია არასდროს არ მიგვიყვანს კარგი საქმისთვის, ადამიანებმა თვითონ უნდა ნახონ ეს ტენდენციები და შემდგომ უნდა გადაწყვიტონ სურთ დარჩენა იმ სივრცეში, სადაც პირობითად 24/7-ზე არ მუშაობს რაღაცები და თვით ეს კონსერვატორული სივრცეც თუ გავიხსენებთ ახლა პირველ სიახლეს ცდილობს რომ გადმოვიდეს ამ ყაიდაზე, შესაბამისად ეს უფრო მგონია არის მომხმარებლის პრეროგატივა, თუმცა Robinhood-ის CEO ამას ჰაერზე არ იტყოდა რა თუ არ აქვს ასე ვთქვათ ის მოლოდინი რა მოლოდინი შეიძლება იყოს ტოკენიზების შემდგომ ასე ვთქვათ
რა ფინანსური ნაკადები შეიძლება შემოვიდეს და ბუნებრივია ის როგორც ბირჟა ამით იხეირებს და შესაბამისად ეს ამით მოგებული ყველა რჩება, ასევე რჩება სხვადასხვა სახელმწიფოების რჩებიან მოგებულები, 4 შაბათს ამაზე მქონდა საუბარი, რაც უფრო სწრაფად მოხდება სხვადასხვა აქტივის გადაცვლა, რაც უფრო ბევრი საკომისიო იქნება, რაც უფრო გაიზრდებიან ეს კომპანიები გადასახადს იხდიან და ბუნებრივია ეს გადასახადი მიდის ქვეყნის ბიუჯეტებში და ესეც ცალკე ასე ვთქვათ საინტერესო ამბავია, ასევე ამას შეგვიძლია დავამატოთ ის, რომ ზოგადად უძრავი ქონების ტოკენიზებაზე 2 კვირის წინ საინტერესო სტუმარი ყავდა კრიპტობაზში და შეგიძლიათ მოკლედ ეს გადაცემაც ნახოთ, სადაც საინტერესო პროდუქტი შეიძლება დაიბადოს საქართველოში, მოკლედ რის თქმა მინდა. მე რამდენად აღვიქვამ ამ მატარებელს, ასე ვთქვათ, მატარებელსაც შეადარა, რომ კი Robinhood-ის სიომ კი რაღაცა სიჩქარით მოძრაობს მატარებელი და მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში ფინანსური კულტურა უფრო მაღალია ვიდრე სხვა ქვეყნებში, მაგრამ ამ მატარებელმა შეიძლება იმოძრაოს სინათლის სიჩქარით და რატომაც არაო. ამ კონტექსტში მე ვეთანხმები, თუმცა კიდევ ერთხელ ერთ-ერთი სერიოზული მაგალითი არის სტაბილური კოინები. სტაბილურ კოინებთან მიმართებაში ალბათ გახსოვთ ლაგარდის ასე ვთქვათ მოსაზრება, რომელიც სავარაუდოდ კანონპროექტად გადაითარგმნება, რომელიც ამბობს თუ სიტყვაზე ეს აქტივები ევროპის მასშტაბით, ევროკავშირის მასშტაბით არ არის ლიკვიდური, შესაბამისად ვიღაცები რომ მოგვაწყდნენო, ჩვენ ამ სტაბილურ კოინის ეკვივალენტ, ასე ვთქვათ, თანხას ვერ დაუბრუნებთო და შესაძლებელია ეს პრობლემა, როდესაც RWA-ებზე მოხდება გადასვლა, შესაძლებელია ეს პრობლემაც სხვადასხვა რეგულატორების მიერ კვლავ წამოიჭრას და ეს მგონია ერთ-ერთი საინტერესო ამბავი, რადგან მთლად უსაფუძვლო არ არის ის, რომ თუ მე დადასტურება არ მაქვს იმის, რომ რა ტოკენის მაგ გამოშვებული იმის რეალური აქტივი მაქვს უკან, ეს პრობლემური იქნება. სხვათა შორის, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში Genius Act-ის განხილვა მოხდა, მაშინაც იყო ამაზე საუბარი, რომ რამოდენიმე ანალიტიკურმა კომპანიამ შეაფასა ბაზარზე არსებული სტაბილური კოინები სხვადასხვა კატეგორიით და აი ამ სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით იყო რამდენად ლიკვიდური აქტივები აქვთ, ასე ვთქვათ, გამომცემელ კომპანიებს, ამა თუ იმ სტაბილური კოინის, რამდენად სწრაფად შეუძლია გადაცვლა, სად აქვთ ეს თანხები შენახული, კოდი რამდენად არის უსაფრთხო. მოკლედ ძალიან ბევრი დეტალია და ბუნებრივია ბაზარი როდესაც გაიზრდება, ხო? აქ რეგულატორი რამდენად დაარეგულირებს ამას, ეს ცალკე ამბავია და რეგულატორი რამდენად უნდა ჩავთოთ, უბრალოდ ჩვენი ინფრასტრუქტურები, აი Chainlink-ის დახმარებით, PIT-ის დახმარებით, Supra-ს დახმარებით იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ ნებისმიერ მსგავს წნეხს გავწლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში რეალურ, ასე ვთქვათ, აქტივებში მომხდარი რაღაც ფიასკო ისევ დაბრალდება კრიპტოს და კრიპტო ჯერჯერობით, კრიპტოვალუტების ჯერჯერობით არის იმ ფაზაში, სადაც ნებისმიერ შეუძლია რომ დააბრალოს მსგავსი რაღაც მარტივად. მოკლედ ვიმედოვნებ, რომ ეს მზარდი ინდუსტრია რაღაც ხრივ წესებს დაემორჩილება, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც თავიანთ თავს, ისე ჩვენც შეიძლება რაღაც ზიანი მოგვაყენოს. ეხლა რა შეხვა მესამე სიახლეს. მესამე სიახლე არის ძალიან საინტერესო სიახლე, სადაც ძალიან დიდი ოდენობის 7.3 მილიარდი დოლარის ეკვივალენტი, ზოგი მონაცემებით 10 მილიარდი დოლარი ეკვივალენტი ბიტკოინის ამოღება მოხდა, ეხლა ეკრანზეც ხედავთ ქალბატონს, რომელმაც თავის თავზე აიღო ის ფაქტი, რომ მე გამოვართვი ხალხს ფულიო კიდე ბიტკოინიო და ავორთქლდიო მათი ცხოვრებიდანო, ეს აქტივობები არ არის ახალი, ეს ძველ აქტივობებზე არის საუბარი 2014 წლიდან 17-18 წლის ჩათვლით. ეს ხალი აქტიურად ცდილობდა, ასე ვთქვათ, რომ რამენაირად გაეთეთრებინა ეს თანხა, საბოლოო ჯამში ამ თანხის გადათეთრება ვერ მოხდა და გაერთიანებულ სამეფოში მოხდა მისი დაკავება და ამ თანხების ამოღება. ეხლა რაში არის საქმე? ის ადამიანები, ვინც დაზარალებულები არიან, მათი იდენტიფიცირება მოხდა ჩინეთში, ჩინეთის მოქალაქეები არიან, თუმცა სანამ სასამართლო არ ჩატარდება, ეს ასე ვთქვათ თანხები არის ჰაერში და ესეც ცალკე ამბავია, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ უნდა დივერსიფიცირება მოხდეს ამ ქალმა
დოლარი წაართვა და რაღაცა ჩინური ვალუტა წაართვა ამ მომხმარებლებს თუ უშუალოდ ბიტკოინი ამ кейსების განხილვა მოხდება შემდგომ ალბათ გაერთიანებული სამეფო გადაწყვეტს არ ვიცი რას გადაწყვეტს, მაგრამ ფიქრობ რომ რაღაც ნაწილს დააბრუნებენ თანხისას, ან ნაწილს დატოვებენ ბიტკოინში, სავსებით შესაძლებელია ეს და ეს დარჩენილი ნაწილი თანხის ბიტკოინის შეიძლება რეზერვად გამოიყენოს როგორც ქვეყანამ და თუ ავიღებთ ამ თლიან თანხას, ამ თლიან თანხის რაღაც ნახევარს მაინც, ამ ხალხ რეზერვები გაერთიანებულ სამეფოს არ აქვს კრიპტოში და ესეც ერთგვარად შეიძლება რაღაც საინტერესო იყოს სახელმწიფოსთვის, თუმცა კიდევ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ესეთი დავები არ რჩება ერთ თვეში, ერთ წელიწადში, ან ორ წელიწადში ეს დავა სავარაუდოდ დიდი ხნით გაგრძელდება და გააჩნია სხვადასხვა ამ ქალბატონის ჩვენებებს დამატებით რა ჩვენებებს მისცემს, რას აღიარებს, რას არ აღიარებს, თუმცა ბრალი ცალსახად თავის თავზე აიხო, ასევე აქვე გაჩნდა სპეკულაციები, რომ თავის თავზე ბრალის აღება შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ამ ქალბატონის უკან შეიძლება დიდი ქსელი მუშაობდა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ქალბატონმა შეძლო, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი თანხა. ერთ-ერთი მე მგონი პირველი თუ არა მეორე არის თანხის ოდენობაში, რაც ასე ვთქვათ, ესეთ აგროვდა ბიტკოინში და შესაბამისად, ასე ვთქვათ, ისტორიაში შევა ეს ქალი ამ ცუდი პრაქტიკით, რა თქმა უნდა. ეხლა რაც შეეხება მეოთხე სიახლეს და მეოთხე სიახლე ვიფიქრე, რომ უნდა ყოფილიყო წარსულიდან, იმ რუბრიკიდან არის რუბრიკაც ადრე იყო. სიახლე წარსულიდან არის 2021 წლის ოქტომბერი, როდესაც ბიტკოინი $66,000 ნიშნულს მიუახლოვდა და თქვენ გახსოვთ ალბათ, რომ ამავე 2021 წლის ზაფხულში 30,000-მდეც კი ჩამოვიდა ფასი, ფაქტობრივად ორმაგი ზრდა მოხდა რამოდენიმე თვეში. ეს ბაზრის მოთამაშეებს არ გამორჩათ, ანალიტიკოსები ახლა Twitter-ზე Al Jazeera-ს სტატია არის, სადაც არის დეტალურად აღწერილი თუ რა მოლოდინები იყო მაშინ, როგორ უყურებდნენ ბაზრის მოთამაშეები, ანალიტიკოსების ნაწილი მაშინ ამბობდა, რომ აი ფასის ამ ნიშნულზე აღმასვლა იმას ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში ეს ინდუსტრია დარჩება დიდი ხნით, რაც ვიხილეთ შემდგომ წელს და იმის შემდგომ წელს 66,000-ის ნიშნულზე კარგი ხანი ვერ ავიდა მაშინ ბიტკოინი, ასევე იყვნენ სკეპტიკოსები, რომლებიც ასე ვთქვათ, სპეკულაციურს უწოდებდნენ ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში რომ ეგრეთ წოდებულ FOMO-ში, ანუ შიში იმისა, რომ რაღაცა არ გამოტოვო, რაღაც ფინანსური შესაძლებლობა არ გამოტოვო, ამ შიშს ყავდა შეპყრობილი ეს ხალხი და შესაბამისად ამის გამო მოხდა სწრაფი აღმასვლა, თუმცა თქვენ გახსოვთ ალბათ, როდესაც მაის-აპრილში ილონ მასკმა თქვა, რომ ბიტკოინის მაინინგი არ არის ენერგოეფექტური, შემდგომ ზაფხულში გადათქვა ეს ყველაფერი და ეხლა უკვე ყველაფერი ისე არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ ასე ვთქვათ, ენერგოეფექტური არის მისი მოხმარება, რაც რა თქმა უნდა რამოდენიმე თვეში ეს გამოსწორება ვერ მოხდებოდა, თუმცა რას გაუგებ, ასევე სხვადასხვა საინვესტიციო პლატფორმებმა მაგ პერიოდში დაიწყეს ბიტკოინის შესყიდვა, ოქტომბერში უკვე ასევე სხვადასხვა futures კონტრაქტების ჩაშვება მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა რეგულაციის კუთხით, რა თქმა უნდა, 2021-ში მაშინაც არანაირი სიცხადე არ არსებობდა, სწორედ აი ამ არანაირი სიცხადის არ არსებობა, შემდგომში საპროცენტო განაკვეთის ზრდა და შემდგომში უკვე 2022 წელს FTX-ის ამბავი, საბოლოო ჯამში მიიყვანს ამ ინდუსტრიის ფასი იქამდე, რა ფასებიც ვიხილეთ მაშინ. პრინციპში ესეთ სიახლეებს მე თქვენ ადგილზე დავაკვირდებოდი, რადგან მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევიან ზოგადად ბაზართან მიმართებაში, ძალიან პოზიტიური სიახლეები, ამ კუთხით არ მომწონს თქვენ თუ დააკვირდებით ეხლა ბოლო სიახლეებს. არის ძალიან ბევრი ანალიტიკა, რომ 200,000 მიუახლოვდება, რომელიღაც ანალიტიკური კომპანია ამბობს ამას წლის ბოლომდე თუ იქით და წელს, ამას წინასწარ შეხვდა 150,000 თუ 160,000 ნიშნულს მიუახლოვდება წლის ბოლომდე, ანუ ძალიან ხმამაღალი განცხადებები, რაც მე სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რას ეფუძნება, ერთადერთი ჯერჯერობით აქტივის ფასი და ამასაც განვიხილავთ ბიტკოინის ფასთან მიმართებაში რაც ხდება, ჯერჯერობით ხდება იგივე, რაც ხდებოდა 2021 წელს და ამასაც განვიხილავთ ფასების კუთხით. რატომ და სწორედ ამიტომაც გადავწყვეტე, რომ სიახლე წარსულიდან იქნებოდა ჩემი აზრით აქტუალური ამ ბავში. ეხლა სანამ გადავალთ უშუალოდ ბაზრის ფასებზე, მიმოვხილოთ რამოდენიმე სიახლე, რაც არის ბაზარზე, ეს უკვე
ტექნიკური სიახლეები არის. პირველი სიახლე მაინც შევჩერდები ტოკენ 2059-ზე, რომელიც ეხლაც მიმდინარეობს და საინტერესოა თავისი კუთხით, ასე ვთქვათ, რა განვითარება შეიძლება კონდეს ამ ყველაფერს. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ ავთო ჩამოიტანს, ასე ვთქვათ, სიახლეებს, რა სიახლებიც ხდებოდა იქ. თუმცა თქვენ პარალელურად შეგიძლიათ ნახოთ თუ რა ნარატივები არის აქ. შევეცდებით ჩვენ ისეთ სიახლეები, რა სიახლეებმაც შეიძლება შეცვალოს ბაზრის, ასე ვთქვათ, ბაზარში ფასები ან ტენდენციები, ამას ეს მივმოვიხილოთ. ასევე ტრამპის ოჯახი, რა თქმა უნდა, სხვანაირად უყურებს კრიპტოს, ბიტკოინს, ესეთი ხმაურები არა. უფრო საინტერესოა ჩემთვის აი კომპანიების, მაგალითად Robinhood-მა რა თქვა, ან სხვადასხვა სავაჭრო პროგრამებმა, ასე ვთქვათ, სავაჭრო პლატფორმებმა რა თქვეს, თუმცა ესეც შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ აი რაღაც ბოლოში ვართ გასულები და ამ ბოლოში გასვლის დროს არის მცდელობა იმის, რომ შეიქმნას საკმარისი ლიკვიდურობა იმისთვის, რომ ვინც მანამდე შევიდა ამ აქტივებში, დაიწყონ გამოსვლა. აი ამასაც დავაკვირდებოდი თქვენ ადგილზე. ასევე ერთ-ერთი სიახლე, რაც ოთხშაბათს ითქვა, იყო Atom One-ის, ეგრეთ წოდებული airdrop-ი, რომელიც ძალიან ბევრ მომხმარებელს ჰქონდა სხვათა შორის. ოსმოსზე მათ შეეძლოთ ამის გადამოწმება. მეც თორსდები ერთი ცალი მქონდა ზუსტად. ლადომ თავისი ოდენობა კი დაწერა. ლადო სამწუხაროდ დასტეიკებული მქონდა. მე არ მქონდა დასტეიკებული და არც მქონდა გადაცვლილი. ამ აქტივის ფასი ეს არის fork-ი, ტექნიკურად fork-ი არის Atom-ის. და ამ აქტივის ფასი გაიზარდა $12-13-მდე. ზოგიერთმა ადამიანმა, მათ შორის მეც შევძელით გადაგვეცვალა ოსმოსში და შემდგომ ასე ვთქვათ, მიგვეღო რამოდენიმე ატომი და პრინციპში ეს მოვასწარი. ზოგმა ადამიანმა ძალიან გვიან გაიგო და გვიან გაგებაში გულისხმობ იმას, რომ ფასის კუთხით, აი თქვენ შეიძლება დააკვირდეთ ამას, ფაქტობრივად რამოდენიმე საათი, ხო, 5-6 საათი 12 საათი უბრალოდ უხეშად შეგვიძლია 12 საათის განმავლობაში იყო აღმასვლა და შემდგომ დაღმასვლა. აქ პროტოკოლის კუთხით იყო საუბარი, რომ აი პროტოკოლში შესული თანხა რაღაც სხვა coin-ი შეიქმნებოდა, რომელიც დაურიგდებოდა მფლობელი. ნუ რაღაც ძალიან ჩახლართული სქემა. ფაქტი არის ის, რომ კოსმოსი ზოგადად არ არის ეს პოპულარული, როგორი პოპულარულიც იყო მაშინ. Atom One-მა შეიძლება რამე შეცვალოს, მე არ ვიცი. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ხიზლად უნდა იყოთ ესეთ ამბებთან მიმართებაში, რადგან მით უმეტეს ამ ფაზაში, როდესაც ვოლატილურობა დიდი არის, როდესაც ბაზრის მოთამაშეები გამოფხიზლებულები არიან, არსებობს ძალიან ბევრი ბოტი, ეგრეთ წოდებული AI აგენტები, რომლებიც აგვარებენ და გეუბნებიან, რომ აი ხა ფასი აი ამ ნიშნულზე არის და შეგიძლია გაყიდო, მოკლედ ასეთ ერაში და ასევე Solana-ს ბოტები და მსგავსი რაღაცები, ასეთ ერაში თუ თქვენ ხელით ამოწმებთ მსგავს რაღაცებს, თქილად უნდა იყოთ, ყურადღებით უნდა იყოთ, ჯგუფებს უნდა დააკვირდეთ, Twitter-ს უნდა დააკვირდეთ. ჩვენ ახლა მაქსიმალურად ვცდილობთ რაღაც სიახლე თუ არის იმ პერიოდში, იმ პერიოდის სიახლეზე ვისაუბროთ. პარალელურად სხვათა შორის არის SUI-ს პარალელურად სხვათა შორის არის SUI-ს კონფერენცია, სადაც პრინციპში საინტერესო სტუმრები არიან, თუ ამ ეკოსისტემას აკვირდებით, არის ერთი შემოთავაზებული ეს პროდუქტი ჯერ 2026-ში შეიძლება არ გამოვიდეს, მაგრამ ამ პროდუქტს რატო განვიხილავ ხა გეტყვით. არის საფულე, რომელიც მოგცემს საშუალებას SUI-ის აქტივების და ტრანზაქციების განხორციელებას, სხვათა შორის ვინც შექმნა ეს საფულე, Citadel საფულე, ესე ქვია, მათ რაღაც პროდუქტი აქვთ, რომელსაც $150 ყიდიან, თუმცა დიდად არ არის გამოცდილი, საინტერესო არ არის, მაგრამ რატომ მიმოვიხილავ ამ სიახლეებს თქვენ, შეიძლება გახსოვდეთ Solana-ს ტელეფონი, შეიძლება გახსოვდეთ SUI-ს სათამაშო კონსოლი, სადაც პრინციპში თუ ხდება მსგავსი მოწყობილობების შესყიდვა, შემდგომში, ასე ვთქვათ, კომპანიები და ეს ინფრასტრუქტურები ცდილობენ, რომ სხვადასხვა airdrop-ები ან NFT-ები დაურიგონ იმ ადამიანებს, ვინც ეს შეისყიდეს და ამ კუთხით შეიძლება ვიღაცებისთვის ეს ხელსაწყო საინტერესო იყოს. მე რასაც მოусმინე სიმართლე, რომ გითხრათ დიდად დამაჯერებელი არ იყო იმ კუთხით, რომ ნახევრიანი ვიდეო იყო და ვინც ეს პროდუქტი გამოუშვა, ხას უსვამდა, რომ ასე ვთქვათ, Apple-ის ხარისხის პროდუქტია, ანუ რაღაცა
ისე იყო ეს ყველაფერი ხელოვნური, აი Apple-ის პროდუქტის ხარისხი, Apple-ის პროდუქტის ხარისხი, რომ ძალიან ცუდად ჭრიდა ჩემ ყურს. თქვენ ყური შეიძლება არ მოჭრას ცუდად, ასევე ფიზიკურად აჩვენეს ეს ხელსაწყო და ერთი პატარა მინიშნება დატოვეს, აი ეხაც ჩანს ალბათ. მაინინგზე არის საუბარი და რისი მაინინგი ხდება, როგორ ხდება მაინინგი, ეს ბუნდოვანია, თუმცა ამაზე შემდგომ ვისაუბრებთო. პრეორდერების კუთხით ასევე პრობლემას რაში ვხედავთ, ნახეთ. ეხლა როდესაც მე გადავდივარ პრეორდერზე, გაჩერდება საიტის ცოტა რაღაც რეული არის. პრეორდერებზე როდესაც გადადიხარ, თქვენ ხედავთ, რომ აქ 2500, ეხლა გამოჩნდება ეკრანზე 2500, ხო, 2500, ასე ვთქვათ, ხელსაწყოს შესყიდვა შეგიძლიათ და აქედან 1939 არის უკვე ნაყიდი ამ ფასად, ამ ფასდაკლებით, თუმცა თავიდან როდესაც ჩაიშვა ეს საიტი, იყო 5000. რატომ შეამცირეს? იმიტომ რომ თავიდან რამოდენიმე საათი რო ვაკვირდებოდი 30-50 შეწყიდვა იყო მაგათო გაკეთებული. ამის გამო ხომ არ შეამცირეს, ასევე როდესაც გაყიდვას, როდესაც იყიდით ამ პროდუქტს საფულის მეშვეობით, თქვენ მომენტალურად ასე ვთქვათ გავსაბუთი იმის NFT-ის სახით, რომ თქვენ რაღაც ობიექტს ფლობთ და შემდგომში ალბათ 26 წელს. 26 წელზე არის საუბარი, შეიძლება მოხდეს ამათი დარიგება, თუმცა 26 წელი ალბათ თქვენ ხვდებით თუ ყველაფერი ისე წავიდა როგორც ადრე, შეიძლება იყოს ძალიან დიდი დათვების მოძრაობის პერიოდი და შესაბამისად ეს თანხაც და ის დარიცხული airdrop-ი შეიძლება დაირიცხოს, არ იყოს აქტუალური. ინტერფეის ასევე რო უყურებდი, ინტერფეისში იყო რამოდენიმე აქტივი, რომელსაც ფაქტობრივად პროდუქტი არ აქვს და სიმართლე გითხრათ, მაგალითად იკა, რაზეც ადრე ვისაუბრე, იკას განთავსებამ პანელზე რატო იყო არ ვიცი ამ ინტერფეისში, ასევე დაიძრა, ასე ვთქვათ, მოსაზრება, რომ შეიძლება საათის ფორმა ჰქონდეს, მოკლედ, რაცა ურთიერთ გამომრიცხავ, ეხლა საათის ფორმით რატომ დავატარო საფულე, ხო? ნუ ესეც ძალიან ბუნდოვანია, თუმცა კიდევ ერთხელ ამ სიახლეს გაცნობთ, იმიტომ რომ ეს იმ პროდუქტების ერაში და იმ პროდუქტების კატეგორიაში ჩდება, სადაც ის კონსოლი სათამაშოდ საერთოდ არ ვარგა, ის სოლანას ტელეფონი საერთოდ რაში უნდა გამოიყენოთ, არ ვიცი, იქ რაღაც დაცულობაო და ასე შემდეგ, მაგრამ ვინმე თუ იყენებთ და წერთ კომენტარებში ან თუ გამოგადგათ, მაგრამ ფაქტი ორივე შემთხვევაში იყო ის, რომ რაღაც airdrop-ი მოხდა და შესაბამისად რატომაც არა. და ასევე გავიხსენებ იმას, თევზაობის ამბავს, რა თევზაობის ამბავიც მე მგონი თქვენ ახევლის წინ თუ ერთი თვის წინ ვახსენეთ და ნელ-ნელა ეს თევზაობის ადამიანები გადავიდნენ ახალ ფასაში და უკვე airdrop-ისთვის ემზადებიან, airdrop-ში ითვლება რაღაც ქულები, როგორი აქტივობით გამოიჩიებით, რამდენად ხშირად თევზაობთ, ან რამდენად ხშირად ყიდით რაღაც აქტივებს, რაც თევზაობის შედეგად მიიღეთ, ან რომელი ხართ სიაში, ასე ვთქვათ, სხვადასხვა სიები არის იმის დამიხვედრებით, რამდენად აქტიურად თევზაობთ, რამდენად აქტიურად აკეთებთ სხვა დავალებებს. გამოჩნდა ეს ცხრილი, სადაც ჩანს, რამდენი ქულა შეიძლება გქონდეთ და ეს რამდენი coin-ის ეკვივალენტია, ჯერ არ ვიცით, ასე არ ვიცით ტოკენომიკა, მაგრამ ვინც ხართ ამ პროგრამის, ვინც ამ თამაშს იყენებთ და მით უმეტეს თუ უფასოდ იყენებთ, გადაამოწმეთ, რა იცით რა ხდება. მოკლედ, ეს სიახლეებიც, რადგან წინა კვირა გამოვტოვე, ძალიან ბევრი სიახლე ერთად დაგროვდა, პატარ-პატარა სიახლეები, თუმცა კიდევ ერთხელ შეიძლება დავუშვათ და ჩვენ რაღაცებზე სწრაფი რეაგირება არ ქონდეს გადაცემის ჭრილში, შეიძლება პოსტის სახით დავდოთ, ან შეიძლება სხვა მომხმარებელმა დადოს. ჩვენი ადმინები აქტიურად ფილტრავენ ამ პოსტებს შეძლების დაგვარად, რა თქმა უნდა, თავისი ენთუზიაზმით და მონდომებით და შესაბამისად იყავით ფხიზლად მით უმეტეს ამ პერიოდში, მაგრამ კიდევ ერთხელ სანამ ნებისმიერ საფულეს დაერთებთ რაღაც მისამართზე ან საიტზე, ეს საიტიც რა თქმა უნდა ბევრჯერ გადაამოწმეთ, რაც არ უნდა დაიდოს, იმიტომ რომ ამის 3 საათზე შეიძლება არც ერთს არ გვეღვიძოს და რაღაც საიტის პრობლემა იყოს. ეხლა რაც შეეხება ბაზარს, განვიხილოთ ბაზრის მოძრაობა, ბაზრის დიაპაზონები, რა ფასებთან მიმართებაში შეიძლება გქონდეს ჩვენ საინტერესო მოსაზრებები და აი ამ აღმასვლაზე საუბრობდი პრინციპში ჯერ ყველაფერი
გავაფერმთავოთ და ვნახოთ მარტო ფასები. ფაქტობრივად ვართ იმ მიჯნაზე, რა მიჯნაც იყო ყველაზე მაღალი ნიშნული, შესაძლებელია კიდევ ერთხელ ამ დიაპაზონის გარღვევა მოხდეს. აი ეს დიაპაზონი რაც ადრე მე მქონდა მონიშნული და ეხლა კონტროლის ზონასაც თუ შევხედავთ, ფაქტობრივად აი ამ ფასებზე დიდი მოცულობით ვაჭრობა შეიძლება თქვათ, რომ ეს სპოტია და არ არის მნიშვნელოვანი, არა, რაღაც კუთხით მნიშვნელოვანია და პრინციპში ფრაქტალია იმის, რაც ხდება რეალურ სამყაროში, ფიუჩერსების სახით, თუნდაც და კონტრაქტების სახით, შევედით იმ ზონაში, რა ზონაც ჩვენ ადრე დავხაზეთ და ეს ზონა ფასის კუთხით, ასე ვთქვათ, არ არის აღმოჩენილი კარგად და ამ ზონაში თუ დავრჩებით დიდხანს, ალბათობა იმის, რომ აქედან მალევე ავიდეთ მაღლა, შეიძლება იყოს დიდი, ასევე უნდა განვიხილოთ დომინაცია ტრადიციულად და ვნახოთ. დიდხანს გაგრძელდა უბრალოდ ეს ასე ვთქვათ მოძრაობა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში იმ ფაქტორების და გათვალისწინებით რა ფაქტორებიც იყო ბაზარზე, ასევე ეს დაღმასვლა ძლიერი დაღმასვლა რაც დაახლოებით ერთი კვირის წინ ვიხილეთ. რატომ იყო ესე კონკრეტულად გამოწვეული, ბევრი ვერ ამბობს. BlackRock-მა თუ არ ვცდები რაღაც ნაწილი ბიტკოინის გაყიდა, რატო გაყიდეს და რა ფასი აპირებენ ყიდვას, თუმცა ანალიტიკოსებს ერთ-ერთი რაც მე მაფიქრებს ხოლმე არის ის, რომ აი სიახლეები წლის ბოლოს ამდენს გაცდება, 2026 წელს ამდენი იქნება, ანუ ეს ჩემთვის პირადად პრობლემა არის. მე გამიხარდება კიდევ ერთხელ თუ ბიტკოინი 150,000-ის ნიშნულს მიუახლოვდება, მაგრამ ეს შეიძლება სპეკულაციის საგანი იყოს და 50-50-ზე არსებობს იმის შანსი, რომ მიუახლოვდება, ან არ მიუახლოვდება და შესაბამისად აქაც ასე ვთქვათ პრობლემები არის. ბიტკოინის დომინაცია სხვათა შორის ერთ დიაპაზონში გაჩერდა, ბიტკოინის დომინაცია კიდევ ერთხელ რა არის? მთლიანად კრიპტობაზრის წილში აქ სტაბილური კოინების ჩათვლით, რამდენი არის ბიტკოინის ასე ვთქვათ მოცულობა დოლარში და ეს არის 58.75, რაც საინტერესო არის, ალბათ სეზონთან დაკავშირებით შეიძლება რამოდენიმე მოსასწრება არსებობდეს აქ, თუმცა კიდევ ერთხელ მე პირადად ცალკეულ ალტკოინებს ვაკვირდები. ახლა სუისთან მიმართებაში ორი კვირის წინ როგორც თქვი, რაღაც კონკრეტული სიახლის გამო მოხდა აღმასვლა, ახლაც აქვთ ეს ასე ვთქვათ კონფერენცია, სადაც ალბათობა იმ და ერთ-ერთი შარკი საუბრობს სხვათა შორის Twitter გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ, მოკლედ ისაუბრებს სუისთან მიმართებაში და რისი თქმა მინდა, ესეთი სიახლეები რაღაც ხრივ რაღაც პერიოდი, როდესაც ბიტკოინი არც მაღლა არ ჩამოდის, არც დაბლა, შეიძლება სხვადასხვა კოინზე, ასე ვთქვათ, ფასში აისახოს. მე დავაკვირდებოდი თქვენს ადგილას ეთერიუმს, ბიტკოინი ეთერიუმის წყვილს, აქ რა ხდება? წამით ხო, ჩემთვის საინტერესო დიაპაზონი რა დიაპაზონზეც იყო საუბარი, ამის გადალახვა ვერ მოხდა. თუ დააკვირდებით მოძრაობა სხვათა შორის არც თუ ისე ძლიერი არის, თვის დასაწყისია გასაგებია, უბრალოდ ეს მოძრაობა არ არის ის მოძრაობა, რამაც შეიძლება მათქონის ჯერჯერობით, თუ რა თქმა უნდა, დიდი წნევით არ მოხდება, ასე ვთქვათ, ამ დროშის გარღვევა ტექნიკურად ახლა რაც შანს, რომ აი ეთერიუმში გადავათანხებით. ძალიან ცუდად ფასის კუთხით, ძალიან ცუდად იმოძრავა ეთერიუმმა, სხვათა შორის BNB მაჯობა, Solana-მაც აჯობა, თავის მაღალ ნიშნულს ვერადა ვერ მიუახლოვდა. ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს, ვერ გეტყვით, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ფაქტობრივად ძალიან გაიწელა, ასე ვთქვათ, ამ ეკოსისტემის განვითარება, მეორე შრის აქტივებზე თქვენ შეიძლება თქვათ, რომ აი მეორე შრის აქტივები, მაგალითად, რა ვიცი, ლინია, ბეისი და სხვა გადაწყვეტები კი ირიბა თუ პირდაპირ ეთერიუმის ფასზე მოქმედებენ, მაგრამ იქ უკვე მოხდა განზავება სხვადასხვა კოინებსა და ტოკენებში და ესეც ჩემი აზრით არის პრობლემა, როდესაც მოგვარდება საკომისიოების ამბავი, შემდგომ რაბედიელის მეორე შრის გადაწყვეტებს ვერ გეტყვით, მათ სხვა ასე ვთქვათ, გამოსავლები უნდა მოიძიონ, სხვათა შორის არ ვიცი ვისაუბრეთ თუ არა, რონინი ხდება, რონის ცალკე ბლოკჩეინი ქონდა და რონინი ხდება გახდა უпроსტად მეორე შრის, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურა ეთერიუმის გადაწყვეტის, რასაც აქვს კონკრეტული ნიშა აღებული, აი ამ კუთხით მომწონს რონის მოძრაობა, აქვს კონკრეტული ნიშა, ის ამბობს, რომ მე NFT და თამაშების ინდუსტრიაში ვიქნები.
არის თამაშების ინდუსტრიაში კი აი ხა ეს თამაში რაც გაჩვენეთ რონინზე არის ჩაშვებული სწრაფად ხდება რაღაცების მოძრაობა სიმართლე გითხრათ არა მარკეტპლეისებზე ანუ იქ სავაჭრო საიტებზე სადაც ხდება NFT-ების ვაჭრობა არის პრობლემები საფულესთან დაკავშირებით, საკომისიოებთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში არის ისეთი, ასე ვთქვათ, შეცდომები, ეგრეთ წოდებული ერორები, რომლებიც არ გაძლევენ ტრანზაქციის განხორციელების საშუალებას და ვერ ხვდები რასთან არის დაკავშირებული საკომისიოს ფასს ზრდი, მაგრამ ესეც არ აგვარებს პრობლემას, მოკლედ ჯერჯერობით არის ძალიან დიდი პრობლემა, თუმცა აი ამ კუთხით ჩვენ ადრე განვიხილეთ, როდესაც სუიზე ვსაუბრობდით, სუის და მუვის, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული მუვი, რომელიც არის პროგრამირების ენა, რომელიც სხვანაირად აწყობს ასე ვთქვათ ბლოკჩეინს და რომელიც არის ობიექტზე ორიენტირებული, არა საფულეზე ორიენტირებული და საფულის ბალანსზე, ეგრეთ წოდებული ლეჯერის ბალანსზე ორიენტირებული, არამედ ობიექტზე ორიენტირებული. ანუ ეს NFT ვის ფლობელობაში არის, აი ეს სხვაობები თქვენ ტრანზაქციებს თუ ნახავთ სუიზე, ამიტომ მინდა მიაქციოთ ყურადღება, თქვენ როდესაც ტრანზაქციას აკეთებთ სუიზე შეიძლება რაღაც ოდენობის სუი დაგერიცხოთ, უკან და ვერ ხვდებით რატომ და ეს გაცვლა-გამოცვლა ხდება. მუვის სხვათა შორის არის პერსპექტივაში იყოს და სუი უბრალოდ და მუვზე პრინციპში აპტოსი მუშაობს და მუვ პროტოკოლიც კიდევ ცალკე ესენი პერსპექტივაში შეიძლება იყვნენ ასე ვთქვათ ის ბლოკჩეინები რომელზეც შეიძლება სხვადასხვა სათამაშო ინფრასტრუქტურის აშენება დაველოდოთ არ გაუსწროთ მოვლენებს და ეს ამბავით შეიძლება აქტუალური იყოს. ახლა გადავხედა უცებ Solana-ს ბიტკოინთან მიმართებაში როგორ იქცევა, შემდგომ BNB-ს, ხო აქაც ხო როგორც კი ვნახეთ ჩვენ რომ აი ბიტკოინის დომინაცია უკვე აღარ ჩამოდის, ნელ-ნელა ამ ალტკოინებმა თავიანთი სისუსტე გამოავლინეს ბიტკოინთან მიმართებაში და აქაც რაღაც ხვართან ვართ მისულები, რაც ვარიც ჩანს წინააღმდეგობის სახით. საინტერესო წინააღმდეგობები და დიაპაზონები აქვს Solana-ს ბიტკოინთან მიმართებაში დასაძლევად, თუმცა Solana-ს განახლებები, ასევე ის წნევა, გაყიდვის წნევა, რა წნევაც იყო FTX-ის თანხების unstaking-თან მიმართებაში, ესეც განვიხილეთ რამოდენიმე კვირის წინ და ვნახოთ ერთი BNB. მე მგონი BNB ბიტკოინთან მიმართებაში ტრადიციულად ყველაზე კარგად გამოიყურება სხვა ალტკოინებს კი. სხვა ალტკოინებს თუ შევადარებთ, ხო? აქაც ძალიან საინტერესო წინააღმდეგობასთან არის BNB. აი ამიტომ არის რომ ის სპეკულაციები და სხვათა შორის Solana-ზე და Ethereum-ზე კარგად გამოიყურება. ინფრასტრუქტურის კუთხით BNB-ზე რამე ხდება თქო სერიოზული ვერ გეტყვით. უბრალოდ BNB მაჩვენა ის თავისი კონსენსუსით და 21 ვალიდატორით აჩვენა ის რომ შეუძლია იყოს Ethereum-ის სხვათა შორის პირველი კონკურენტი იყო და შეიქმნა იმისთვის რომ Ethereum-ის ასე ვთქვათ საკომისიოები თან შედარებით უფრო სხვა პროდუქტი შეეთავაზებინა ბაზრისთვის, თუმცა თქვენ ალბათ გახსოვთ, ვინც იყავით 2021 წლის გაზაფხულზე, ნახეთ რომ BNB იმდენად Binance Chain-ი იმდენად გადატვირთული იყო, რომ საკომისიოები არც თუ ისე დაბალი აღმოჩნდა საბოლოო ჯამში, მით უმეტეს იმ ადამიანებისთვის, ვინც ასე ვთქვათ პრინციპში ვაჭრობდნენ სხვადასხვა კოინებით და შიტკოინებით. ასევე ხშირად ხდება ხოლმე შეკითხვა ამდენი ინფორმაციის დაგროვება საიდან ამდენი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ძველ გადაცემებში, ან თუ ძალიან კომპაქტურად და მარტივად გინდათ ასე ვთქვათ ამ ინფორმაციების მოძიება, Pixel Academy-ის კრიპტო დამწყებთათვის კურსი არის, რომელსაც ავთო წარუძღვება ხოლმე, მიმდინარე ნაკადებიც არის და ახალი ნაკადებიც ივსება და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მოკლედ და ორ თვეში ფაქტობრივად ის იმ ცოდნას და ინფორმაციულ ნაკადს დაეუფლოთ რა გამოცდილებაც აქვს დაგროვებული კრიპტობაზართან მიმართებაში და სხვათა შორის სხვა კურსების თუ გაინტერესებთ პროგრამირება, ტრეიდინგი, შეგიძლიათ ნახოთ მოკლედ გადახვიდეთ Pixel Academy-ის საიტზე და ნახოთ ეს სხვადასხვა პროდუქტები. ეხლა გადავიდეთ გადაცემის მესამე ნაწილზე, სადაც მე შევეცდები კითხვების არსებობის შემთხვევაში მეტნაკლებად
გავცეთ კითხვებს პასუხი, შევეცდები პირველი ყოველთვის ვნახო Facebook-ზე თუ არის რამე საუბარი, ნიკა სუიბალზე ისაუბრე რა გეთახვა საინტერესო რამე კი. სუიბოლი ახლა განვიხილოთ, მაგრამ სუის ბლოკჩეინზე მუშაობს თუ სხვა ჩეინებზე შეიძლება ოპერირება მაგალითად ეთერიუმზე. ეთერიუმზე არაფერი არ იყო ნახსენები, ერთადერთი იყო ბიტკოინზე ხსენება, თუმცა სუისთან მიმართებაში ბიტკოინის ნარატივი რომ ავიღოთ, ხო? შეიძლება ეგრეთ წოდებული native bitcoin-ზე იყოს საუბარი, ანუ bitcoin-ის ქსელზე არსებული bitcoin-ის ქსელზე ოპერირება, თუმცა სუის bitcoin-თან მიმართებაში როდესაც ვახსენებთ ხოლმე, აქვთ პრეტენზია, არ ვიცი ახლა რამდენად გამართლებულია იკას ინფრასტრუქტურა ავიღოთ ან სხვა ინფრასტრუქტურა, ეს ინფრასტრუქტურები მომავალში ამათმა უნდა უზრუნველყონ ის, რომ ასე ვთქვათ, ხიდების გარეშე მოხდეს bitcoin-ით ოპერირება სუიზე, ტექნიკურად როგორ მოხდება ეს არ ვიცი, საკამათო და სადებატოა ეთერიუმზე და სხვა ბლოკჩეინებზე არაფერი ხსენება არ იყო ლავდა. ეხლა რაც შეეხება YouTube-ს, ნახოთ YouTube-ს თუ გვაქვს რაიმე კომენტარი, თუ არა და ბოლოსკენ გადავიდეთ. World Liberty Financial-ზე არის რაიმე საინტერესო სიახლე token 2059-დან. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, თუმცა World Liberty Financial-ზე რაც ტრონის CEO-სთან მიმართებაში იყო პრობლემები, მაგის შემდგომ უბრალოდ როგორც hype პროდუქტს ესე ვაკვირდები, სავარაუდოდ იქნებოდა სიახლეები და ამ სიახლეებზე ავთოთ ისაუბრებს, როდესაც ჩამოვა 0x0-ზე რა სიტყვი გასკამდა ვითომ არ ვიცი, კიდევ ერთხელ როდესაც აქტივს ყიდულობთ მით უმეტეს აქტივს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ნარატივზე არის და ასე ვთქვათ აფიქსირებს კონკრეტულ და გაჩვენებთ კონკრეტულ მოგებებს, აქ ცოტა ფრთხილად უნდა იყოს. თუ არ ვცდები, ეს არის ჩარტი, ნახო რა ხდება კვირის ფარგლებში. სხვადასხვა როდესაც მიშკამ ისაუბრა, არ ვიცი ეს არის თუ არა. რამე არ შემეშალოს, მოდი ვნახავ უშუალოდ სხვა პლატფორმაზე, AI smart contract, აგერ აღწერაში დაწერია. ხო, აი ახლა ვნახოთ მაქსიმალური მოძრაობა. არ ვიცი. გასკამდა თუ არა, არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით ფაქტია, რომ თანხები გამოსული არის. ფასის კუთხით თუ დააკვირდებით, რა ვიცი, $0.5-ზე ყოფილა. 0.09-დანაც უფრო დაბალი ნიშნულიდანაც მე პირადად არ ვხოლდი ამ აქტივს. საერთოდ AI ნარატივი და AI ნარატივის პროდუქტებთან მიმართებაში მე ჩემი სკეპტიციზმი მაქვს სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, უბრალოდ ჯერჯერობით მგონია სადღაცა როდესაც როგორც დეცენტრალიზებული ფინანსების ზაფხული იყო, დაახლოებით იმ პერიოდშია ეს AI hype და ჯერ ვერ ხვდებით ერთადერთი გამოყენება რაც არის ეგრეთ წოდებული AI აგენტების, რომლებიც შეიძლება გამარტივონ თქვენი ცხოვრება, უბრალოდ ამ გამარტივების გზას, როდესაც ადგახარ, რაც ლოგიკები უნდა ჩართვა, დაახლოებით ისეთი პროდუქტია, ვისაც iPhone-თან გაქვთ შეხება, shortcut-ები. Shortcut-ები თავის მხრივ არის ძალიან საინტერესო პროდუქტი. ანუ ბევრი რაღაცის ავტომატიზებაში გეხმარებათ, მაგრამ მე shortcuts არ ვიყენებ და ჩემს ირგვლივ, რა ვიცი, არ ვიცნობ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებს shortcuts. დაახლოებით მსგავსი პროდუქტები არის ეს AI agent-ები, სადაც თქვენ საუბარი უნდა იცოდეთ, როგორც პირობითად, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ენის მოდელების ხელოვნური ინტელექტებზე, მაგალითად ChatGPT-ს როგორ უნდა ელაპარაკოთ, უფრო მარტივია ChatGPT-სთან საუბარი, ვიდრე ეგრეთ წოდებული AI აგენტის ჩაშვება. სანამ ეს არ გამარტივდება, მანამდე ჩემი აზრით ძალიან რთული არის, ანუ თქვენ შეიძლება ინვესტიცია გაანახორციელოთ სხვადასხვა AI ინფრასტრუქტურებში, უბრალოდ იმდენად განზავებული არის ეს ყველაფერი, რომ აქაც რა თქმა უნდა ჰაიპებზე და იმ სიახლეებზე უნდა იყოთ მიბმული და იმ სარისკო პორტფელებს, რა სარისკო პორტფელებზეც არის საუბარი და ჯგუფში აპინული პოსტი ავთოს თქვენ შეხვდებათ, რა სტრატეგიები შეიძლება იყოს ამასთან მიმართებაში, მოკლედ ესეც უნდა განიხილოთ და ამ ამბებში ეს არის ჩემი აზრით ყველაზე რთული. ჯერჯერობით ხო, მე ჩემ პორტფოლს თუ განვიხილავ, არა. AI-ის მიმართულებით არაფერი არ მაქვს, შეიძლება რაღაც გამოვტოვო კი. შეიძლება 100-იანი მოგება გამოვტოვო კი, მაგრამ
ჯერჯერობით ჩემი პორტფელი ესე გამოიყურება, თუ bear market-ი იქნება ისეთი bear market-ი, როგორც წლების განმავლობაში იყო ბაზარზე, მაშინ უფრო ვიფიქრებ ამ აქტივებზე ძალიან მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ალბათობა იმისა, რომ bear market-იდან ამ აქტივებმა შემდგომ რაღაცა მოძრაობით მაღალ ნიშნულებს მიაღწიონ, არის ალბათობა დიდი. აი ხა ჩარტს ისევ გაჩვენებთ ჩარტის 0x0-ის, ხო? ანუ ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რომ bear market-ის დროს bear market-ი ხო თებერვალი bear market-ი იყო, აბა ბაზარი ჯერ კიდე არ იყო ჩამოყალიბებული, სადღაც 20,000-30,000-ის ნიშნულს ახალი გამოცდა იყო Bitcoin-ი 2022 წლის ნოემბრის დაღამასვლის შემდგომ და აი bear market-ზე თქვენ თუ შეისყიდით ამ აქტივს, ძალიან ბევრი X გააკეთებთ, მაგრამ ნახეთ bull market-ზე რა მოხდა, bull market-ი არის და bull market-ზე პირიქით ამ აქტივმა განაგრძოკლება. ანუ ესეც არის დასტური იმის, რომ ყველა altcoin-ი რაღაცა ერთ დღეს არ ადგება და არ დააფიქსირებს მაღალ ნიშნულს უკაცრავად. Bitcoin-მა როგორც კი დააფიქსირა მაღალი ნიშნული 0x0-ზე არაფერი არ დაფიქსირდა. Bitcoin-მა როგორც კი დააფიქსირა მაღალი ნიშნული, Ethereum-ს არ დაუფიქსირებია და ასე შემდგომ. ანუ ეს ამ ლოგიკების დიფერენცირება უნდა შეძლოთ და შემდგომ ალბათობა იმისა, რომ კიდევ ერთხელ როდესაც ივენთებზე შევხვდებით ჩვენ და ვისაუბრებთ ბაზაში და ჯგუფში დაწერთ იმისა, ალბათობა გაიზრდება, რომ თქვენი აქტივები 0-ზე ან უფრო ნაკლებზე კი არ იყოს, არამედ ისე გქონდეთ დივერსიფიცირებული, რომ საბოლოო ჯამში, ასე ვთქვათ, იხეიროთ თქვენ და იხეიროს საერთოდ ბაზარმა, იმ ბაზარმა, რომელიც ამა თუ იმ სიახლეებს უსმენს და ჩვენ პირიქით მოხარულები ვიქნებით, ვინ ჩვენ გადაცემებს უყურებს, ვინ ჩვენ ჯგუფში არის, ვინ ჩვენ სხვადასხვა არხებს აკვირდება, იყვნენ პროფიტულები, რადგან ეს ჩვენზე კარგად აისახება და ჩვენ უფრო ბევრ მოტივაციას გვაძლევს იმისას, რომ ასე ვთქვათ, გავაგრძელებთ ანალიტიკა, რომელსაც რაღაც დოზის ნაყოფი მაქვს. მე რო ხედავ ახლა ჯგუფში, რომ აი ვიღაც კომენტარი შემხვდა ამას წინათ, რომ აი bear market-ზე რა კაი იყო ყოფნა bull market-ზე უფრო ცუდია კი. მაგ ადამიანს მე ვეთანხმები, უბრალოდ bull market-ზე თუ სწორად გააკეთებთ პორტფელის დიფერენცირებას და რასაც საუბრობდი ხოლმე, მაგრამ ძალიან სულად ჟღერდა და ეხა პრაქტიკაში გამოცადი, რომ bull market-ში ძალიან რთულია გადაწყვეტვა ამა თუ იმ აქტივის გაყიდვა. რიგი მიზეზების და გამო ისევ თავიდანვე ფუნდამენტი არის არასწორად ჩასხმული. ძალიან რთული არის, მარტივია თქვა არ ვამბობ, რთული რომ არ იყოს, მაშინ ეს ინდუსტრია არ იარსებებდა, ბასაშორის სხვაობა არ იარსებებდა, ემოციები არ იარსებებდა და შესაბამისად ესეთი ვოლატილურობა აი ამ კუთხით არ გვექნებოდა ბაზარზე და გისურვებთ აქაც წარმატებას, არ ნაკლებად აყვეთ რა თქმა უნდა ემოციებს. ეხლა შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის Bitnet-ი. Bitnet-ზე ჯერ კიდევ თუ არ ხართ დარეგისტრირებული, ახლა გამოჩნდება QR კოდი ან გადაცემის აღწერაში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ლინკი, სადაც ძალიან მარტივად გაივლით კრიპტობაზრის რეფერალით რეგისტრაციას, ასევე შეგახსენებთ რომ სულ რაღაც 5 ლარიდან და ეს ექსპერიმენტი 5 ლარიანი ექსპერიმენტი რა ვიცი ეგრეთ წოდებული გამოწვევაც იყო Bitcoin-ის შესყიდვის 5 ლარიან სხვათა შორის ნიკოლოზის ძალიან საინტერესო. აქაც შეიძლება გაჩნდეს გამოწვევა იმ ახალ პროდუქტთან მიმართებაში, რასაც საუბრობდი, აი გაგვიზიარეთ ოქტომბრის თვეში მიაღწევთ თუ არა 1%-იანს ან 1.5%-იან საკომისიოს, აი ხა გამოჩნდება კიდევ ერთხელ ეკრანზე, სტანდარტული საკომისიო არის 2%, თუ $1000-ზე მეც გაცვლით, იმ თვის განმავლობაში 1.5-მდე ჩამოვა და თუ 10,000-ზე მეც გაცვლით ჩამოვა 1%-მდე, ეს ესე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ჩელენჯიც შეიძლება საინტერესო იყოს. ყველანაირად შეგიძლიათ გაზიარება ანონიმურადაც, პირდაპირადაც, არ არის პრობლემა ან კომენტარის სახით, YouTube-ის კომენტარში, რომ ესეც გასახარი იქნება, რომ მე 1.5-ს მივაღწია ან 1-ს მივაღწია, ეს საინტერესო იქნება. ასევე თუ რამე შეკითხვები გაქვთ Bitnet-ის პლატფორმასთან მიმართებაში, რაც ტექნიკურად ვერ იგებთ 24/7-ზე არის საპორტი, რომელიც გიპასუხებთ, თუ არა და თუ არის ესეთი პრობლემა, რაც სიტყვაზე უფრო ვრცელ აღწერას მოითხოვს, ჯგუფი ღია არის, თავისუფალი არის, ღია არა, თავისუფალია იმისთვის, რომ ჯგუფში დასვათ შეკითხვები და აქაც მაქსიმალურად სწრაფად მოხდება რეაგირება. მოკლედ შაბათ-კვირა მოდის, საინტერესო ოქტომბერი დადგა და გაუფრთხილდით თქვენ პორტფელებს. მე იმედია რომ შემდგომ პარასკევამდე გემშვიდობებით დროებით.